მოხდნენ ნაციონალური მოძრაობის ფუნქციონირები აი ამ თანამდებობაზე როგორ კონკრეტული ეს არის კერძო კომპანია როგორ უნდა მოხვედრილიყო აქ წინა საარჩევნოდ მე მაგ საფუძვლიანი ეჭვი ამათივე ტერმინოლოგიას ვიხმარ რომ ეს იყო დასაფინანსებლად ნაციონალური მოძრაობის წინა საარჩევნოდ იმიტომ იყო შემცირებული ჩვენი ყველაფერი ხალხის გაკრა და ემათი დაყენება ეს იყო შემადგენელი ნაწილი დაშინებისა არჩევნების წინა ერთი თვით შემოვიჭრეთ ერთი თვით არა დაახლოებით ორი თვით ნაციონალები ტელევიზორებიც კი აი ბიზნეს ცენტრები და დამალეს ტელევიზორები რომ არ მოხდა მაესტროები და იმის იყო განსხვავებული აზრი კონიკო ადამიანს ეგრევე გამოუჩნდა ჩანაცვლეს თავისი სოლიზმით სიმამრით მილიციის თანამშრომლობით პროკურორ ბარებსაც კეთბით მიყვანეს ყოფილი პროკურორები მილიციის ძალოვანი სტრუქტურები ჩვენ პროფესიონალები რომელიც შვიდი 8 წელი მუშაობდით შეგიძლიათ ხალხის გაშვება სამსახურში და დავტოვეს ასეთნაირად და ძალიან ბევრი დაგროვებია შეჩერებულია პრემიები ღამის საათების ანაზღაურება 55 დღიანი შეუძლება 30 დღეზე დავიდა არ არის უბრალო სამსახური მაღაზიასთან გაქვს საქმე ყოველ დღე რისკავ სიცოცხლეს და ესეთი ძალიან ამაზრდენია სხვათა შორის. დღეს არის გამამხილებელი გაფიცვა, ხუთშაბათს ამ თელასი გაჩერდება, აღარ შეასრულებს თავისუფლება მოვალეობას და ვალდებულებას თანამშრომლები და ნუ ეხლა ის იქნება უადო გაფიცვა, კანონით გვაქვს ამის უფლება და სამ არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები, ამიტომ იქნებით გაფიცვა. ყველაზე დაბა ხელფასი ანაზღაურება ოჯახს ვერ ვინახავთ. რა ვქნათ? რაც იყო ის დაადოს. ის არის ნათქვამი რომ თელაში დიდი ხელფასებია, უზარმაზარი, მაგრამ ვისაა ხელფასი? დიდი. ჩვენ მუშახელს, რომელსაც დღე და ღამე მუშაობ, არ არის ეს სამართალი სად არის? როცა უფროსი იღებს 1000-ებს იღებს, ჩვენ არაფერი, элементарно. Что у нас ведется давно диалог с профсоюзом, это не секрет. Вот господин Гуниашвили подтвердит, мы находимся в постоянном контакте с профсоюзами. Но это не говорит о том, что все наши решения, которые до сих пор приняты, они были правильные, и мы все безошибочны. Этого никто не говорил. И сами мы пришли к выводу, и уже, по-моему, неделю назад объявили о том, что старая система премирования восстанавливается, и мы начинаем разрабатывать новую систему премирования. Возмещение суммы, тут тоже вопросов нет, это продолжение той же темы. Если мы восстанавливаем старую систему премирования, естественно, возмещаем ту разницу, которая у нас образовалась в период с июля по сентябрь, по конец сентября. Это однозначно. Когда? Скажу. Давайте так, примерно неделя нужна для того, чтобы вести расчеты, ну еще 10-12 дней для того, чтобы... Согласны. Очень хорошо, что согласны. Какие еще требования? Слушаю, если есть еще какие-то. Вот только что, когда я спускался вниз, коммерческий директор, услышав ваши требования, сам принял решение пока уходить в отпуск. Нам нужен его увольнение.